დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილეების დავით ლომიძისა და თეიმურაზ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროცესიდან მოწმე პოლიციელის ბადრი თათანაშვილის ფოტოს გავრცელების გამო მოგვიანებით სხდომა დახურა. სხდომა ჟამრთელობის მდგომარეობის გამო დავით ლომიძე არესტრებოდა. როგორც მისმა ადვოკატმა თქვა, ლომიძეს ოპერაციას უკეთებენ და პროცესზე არ ყოფნის საპატიო მიზეზი აქვს. დახურვამდე მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ პროცესზე მოწმის სტატუსით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი ბადრი თათანაშვილი და ავთანდილ ფოცხვერაშვილი დაიკითხდნენ. აქციების დროს თათანაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, ხოლო ფოცხვერაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე მთავარის სამმართველოს სპეცტექნიკის განყოფილების თანამშრომელი. თათანაშვილის თქმით, მან იერსახით დაიმახსოვრა ორი ადამიანი, რომლებმაც მისივე თქმით მოლოტოვის კოქტეილები ისრულეს. როგორც მოწმემ თქვა, მოლოტოვის კოქტეილები წყლის ჭავლის მანქანას მოხვდა. თათანაშვილის განმარტებით ბრალდებულები მან ფოტოს სურათით ამოიცნო. სხდომაზე ადვოკატებმა ბადრი თათანაშვილს ვიდეო აჩვენეს, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებაა და ჰკითხეს, ხედავდა თუ არა სახეებს. პასუხად მოწმემ თქვა, რომ მას თვალის ფერი და ნაკუთები არ დაუნახავს და ბრალდებულები იერსახით ამოიცნო. დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. მათ პოლიციელზე თავდასხმასა და ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, თუმცა საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირებს ფიზიკური დაზიანება არ აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებისას ზასოხაშვილსა და ლომიძეს რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.